წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე შემოგვიერთდა. მამა ირაკლი, დაგულოცეთ, გილოცავთ დღესასწაულებს გამილს. ეც მოგესალმებით, მიულოცავ ჩვენს მაყურებელს და ღერთმა გვახაროს ამ დღესასწაულის მადლით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს აღინიშნება კრება წმინდა დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი და სწორედ ამ თემაზე გვინდა რომ ვისაუბროთ, გილოცავთ პირველ რიგში დღევანდელ დღეს ვილოცავთ ჩვენს მაყურებელს. მამა ირაკლი, მინდა გთხოვოთ დასაწყისში რომ განვმარტოთ, რას ნიშნავს კრება, როდესაც ვამბობთ კრება წმინდა დიდებულის, წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი. წარმოადგენს ხოლმე ამ თემაზე რომ ამ საკითხს შეეხები ადამიანი რომ ერთი შეხედვით თქვა ჩაიხედებს საეკლესიო კალენდარში და უცბად აღმოჩნდა კრება ვერ გებულოს ადამიანს ნიშნავს და უფრო სწორად იქნებოდა ეს ამ დღესასწაულს ქნებოდა შეკრება დღესასწაულისათვის შეკრება იოანე ნათლისმცემლისათვის ანუ რეალურად შინაარსი ამ კრების არის ეს შეკრება ნათლისმცემლის დღესასწაულისათვის ან სამი ამ მსგავსი დღესასწაული აღნიშნება საეკლესიო ტრადიციაში ეს არის როდესაც შობის შემდეგ ჩვენ აღვნიშნავთ ღვთისმშობლის კრებას ეს არის ხარების შემდეგ მთავარანგელოზ გაბრიელის კრება და დღევანდელი დღე ანუ იოანე ნათლისმცემლის კრება ანუ ეს ნიშნავს რომ შეკრება იმ მთავარი პიროვნებისათვის იმ პიროვნების სადიდებლად განსადიდებლად ვინც მთავარი როლი შეასრულა თქვა წინა დღესასწაულში თქვა ნათლისმცემლის დღესასწაულში ამ შემთხვევაში ღვთისმშობლის კრების შემთხვევაში თქვა მოიხსენება მართალი იოსები და ის პიროვნებები ვინც შობასთან არის დაკავშირებული და ღვთისმშობლთან ერთად ხარების შემდეგ თქვა მთავარანგელოზ გაბრიელი და დღევანდელ დღეს ეკლესია განადიდებს თუ ჩვენ საეკლესიო ტრადიციაში პრაქტიკაში თქვა ღვთისმსახურებაში გვაქვს ნათლისმცემლთან დაკავშირებული რამდენი სხვადასხვა დღესასწაულები თქვა მისი შობისა, მისი მუცლადღებისა, თქვა მისი თავის პოუნისა, თავის კვეთისა, ხო? დღევანდელი დღე ართიადის ყველა მასთან დაკავშირებული ყველა დღესასწაულს, ანუ იოანე ნათლისმცემლის პიროვნების განდიდება და არც თქვა ცალკეული მისი რაღაცა ცხოვრებიდან რომელიღაცა ფაქტისა. და მოკლედ ამ ფაქტით ეკლესია ხალხს უსვამს, რომ როგორი დიდებული არის იოანე ნათლისმცემელი და დიდებული თავად ქრისტიანმა დაამოწმა რომ მაცხოვარმა ჩვენმა რომ დედათა ნაშვილთა შორის მასზე დიდი წინასწარმეტყველი არ არსებულა. იმიტომ რომ რამდენი წინასწარმეტყველი ყავდა ძველახთმის პერიოდში თქვა ეკლესიას, მაგრამ მასზე დიდი წინასწარმეტყველი არ ყოფილა და საოცარი კიდე რა არის, რომელსაც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი, რომ საოცარი ის არის, რომ თუ კი ყველა წინასწარმეტყველი თქვა წინასწარმეტყველების მესიაზე, ქრისტეზე ძველი ახთმის ორი წინასწარმეტყველის თავად იოანე ნათლისმცემელს, ანუ წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველს. მაგალითად ისაია წინასწარმეტყველს რომ მოვა მე წარვალვენ ჩემს ანგელოზს რომელიც შენ გზებს გაამზადებს და მალაქია წინასწარმეტყველს რომ ხმა ღაღადებელისა უდაბნოში რომ გამზადებით გზანი უფლისანი და წიფელყონით ალაგნიმისნი და საოცარი კიდე ეს არის რომ 400 ბოლო წინასწარმეტყველი ძველი ახთმისა იყო ასე ვთქვათ მალაქია რომლის შემდეგაც 400 წლის განმავლობაში ებრაელ ერს წინასწარმეტყველი არ ყოფილა. აქვე მინდა ხაზი გაუსვა ამასთან დაკავშირებით თვითონ წინასწარმეტყველის ფენომენს, რომ ვინ არის წინასწარმეტყველი, რომ წინასწარმეტყველი ეს არ არის თქვათ, რასაც დღეს ჩვენ ვეძახით, რომ თქვათ აი მომინდა თქვათ ხოლმე რა მელოდება, ხო ვის უნდა გავყოცოლა და ქოცოლად ვინ უნდა მოვიყვანო. თქვათ მიდის ადამიანი თქვათ ვიღაც მკითხავთან და ჩხიბავთან და უნდა რომ თქვათ მისი მეშვეობით თქვათ რაღაც მომავალი გაიგოს. მსგავსი რამ წინასწარმეტყველთან არ არსებობს. რომ წინასწარმეტყველი ეს არის ღვთისნების განცხადებელი. და ის რასაც ჩვენ დღეს წინასწარმეტყველს ვეძახით, ეს არის ჩვეულებრივად ჩხიბავი, რომელიც თქვათ ცილოს რომ რაღაცა ადამიანი თქვათ რაღაცნაირად კითხავი მოვატყუოს რაღაცნაირად თავის მერკანტული თქვათ სულები აღასრულოს. დიახ და ამ შემთხვევაში კიდე მანხან ამ თემასაც შევეხით მაყურებელს ვინც დღეს ჩვენ გვიყურებს მინდა განვმარტო რომ ეგ უნდა იცოდეს, იმიტომ რომ არის ხოლმე შემთხვევები ხშირად მოდის ადამიანი ეკლესიური ცხოვრებით დაკავდება და ძალიან მარტივად მიაშინა თქვა რომ კითხავთან წავიდეს რაღაცნაირად და უნდა იცოდეს მაყურებელმა რომ ადამიანი რომელიც მსგავსი თემით არის დაკავებული თქვა კითხავს ეკლესია მას მკვლელის სტოლს საჯილს განუყოფნდა ხოლმე და ადამიანი რომელიც მასთან მიდიოდა რუშის სტოლს საჯილს, იმიტომ რომ სულიერი თვალსაზრისით ადამიანი რომელიც თქვა ცილოსო თქვა არა ღმერთს არამედ რაღაცნაირად მის მოწინააღმდეგეს დაუკავშირო თავის ცხოვრება ეს არის სულიერი მრუშობა. მოკლედ იოანე ეს მალაქია წინასწარმეტყველის მერე წინასწარმეტყველი აღარ ყოლია ის როდესაც აქ მევინა კიდე მალაქიასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ფრაზა გავიხსენო რომ თქვით რომ წინასწარმეტყველს იოანე ნათლისმცემელზე წინასწარმეტყველს მომავალ მესიაზეც და ნახეთ როგორ ასამოს ახლა მალაქია მომავალ მესიაზე რომ როგორცო მე ვერცხლეო განწმեցო ვერცხლსო
ისე განწმესო ღმერთიო საკუთარერსო. და საინტერესო ამასთან დაკავშირებით ქალბატონი თუმე რომელიც ეს ისტორია მოვიკითხე რომ ერთ ქალბატონს რომელსაც წაუკითხავს მსგავსი ეს წინასწარმეტყველება დაინტერესა ნეტა როგორ წმენს მევერცხლე ვერცხლს და შეამოწმა მოკლედ მივიდა ერთხელ ოქრომჭედელთან და მაინტერესებს როგორ წმენს მევერცხლე და ნახო ხედავს რომ ვერცხლი აქ ამ ოქრომჭედელს ცეცხლში შედებული და ასე თქვათ ყველაზე მწუნვარე ცეცხლი სადაც არის თქვათ ყველაზე განაპირა ნაწილი ცეცხლისა ყველაზე მწველი არის და აკვირდება თან და იკითხება ეს ქალბატონი რომ რამდენ ხანს უნდა გქონდეს ესე და სანამ ჩემს თავს არ დავინახავ ეს მე ოქროჭედელი ანუ ის სანამ არ გაიწმინდება რომ მე გამოშვა სარკესავით და ნახო რა საინტერესო რაღაც არის რომ მე ანუ თუ ამას დავაკავშირე თქვა რომ აი ღმერთი წმენს ადამიანს, თქვა შეიძლება რაღაც ცხოვრებისეული განსაცდელებით კივილები და სანამდე არის ეს ისა. და გონია რომ ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში ხანდახან დაუწყებული ყავარ და საერთოდ თვალი ყველა ადამიანის ცხოვრებაზე არის, მომართული ღმერთი წმენს, თქვა გამზადეს მარადიულობისათვის და წმენს სანამდე საკუთარ თავს არ დაინახავს ჩვენში და ჩვენ ღმერთს არ დავმსგავსებით. ამას თემას რატო შევეხე, რომ იოანე ნათლისმცემლის გამოჩენა თავად ღვთის ზრუნველობის აქტი არის. რომ ღმერთი ზრუნავს არა მარტო კონკრეტულ ერთ ადამიანზე ზრუნავს თელ კაცობრიობაზე ღმერთს უნდა რომ ადამიანი განიწმინდოს და ადამიანი გახდეს კვლავ იმ სტატუსით რისთვისაც ადამიანი არის შექმნილი და რა არის ეს სტატუსი ჩვენ ცხოვრებაში ეს არის ღვთისშვილობის და ამ ფაქტს ამ აქტს და ამ ჩანაფლის ღვთისას თავად მე მაცხოვარი აღასრულებს როგორც წერია იოანე ღვთისმეტყველს აქვს საოცარი სიტყვები ამასთან დაკავშირებით რომ ყველამ ვინც კი მისი ირწმუნა მისცა ძალაუფლება რომ ყოფილიყო ღვთისშვილი ანუ ჩვენ ვინც ვცდილობთ რომ ქრისტეს დავემოწაფოთ ქრისტეს სიტყვების აღმასრულებელი გავხდეთ ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ ღვთის მადლი გვაქცევს კვლავ იმ სტატუსში რომელთაც ადამი შექმნა ანუ ღვთისშვილად და აი ნათლისმცემლის ქადაგება სწორედ იწყება სწორედ ამ ფაქტით ამ მოვლენით რომ ის ამზადებს ადამიანს რომ ქრისტესთვის გახდეს ადამიანის გული მისაღებად მზად. თორემ ჩვეულებრივ ადამიანი თქვა შეიძლება თუ მისი გული შინაგანად არ გამზადდა ქრისტეს მისაღებად მზად არ არის, იმიტომ რომ წინასწარი რაღაცა თქვა სამუშაოები არის ჩასატარებელი. საინტერესო ახლა რამდენიმე ფაქტი მისი იოანე ნათლისმცემლის ცხოვრება რახან ამ კრებას აღვნიშნავ, ჩეკრებას აღვნიშნავ, ანუ ის ყველა დღესასწაულს მასთან ვაერთიანებთ. შევეხოთ მის პიროვნ დაბადებას რომ მისი დაბადებაც სასწაულებრივი იყო რომ ესე იგი თავარანგელოს გაბრიელი როგორ ეცხადება თქვა მის მამას ზაქარიას და როგორ აუწყოს რომ მისი წიაღიდან გამოუდიდესი წინასწარმეტყველი რომელიც ღვთის საქმეს აღასრულებს ამ ცხოვრებაში ცნობილი ესეთი რაღაცა რომ როდესაც ჰეროდე 14000 ბეთლემელი ყრმა მოკლა იოანე მართალმა ელისაბედმა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში გახიზნა რომ აი გადარჩენილი იყო და აი ამ ფაქტის გამო რომ ზაქარიამ დამალა სად არის მისი საკუთარი შვილი ზაქარიას იქნა შემდგომში მოკლული იქნა და იოანე ნათლისმცემელი იზრდება უდაბნოში ხშირად ნათლისმცემელს გამოხატავენ ფრთებით და რატო ფრთებით რომ მისი ცხოვრება იყო ანგელოზებრივი შეუძლებელი იყო რომ ადამიანს მისთვის შეეხედა და შინაგანი აი ის ასკეტური სული არ დაენახა რა რითაც იოანე ნათლისმცემელი იყო შინაგანად მოსილი და მკალია და ველური თაფლი და ეს მკალი ჩვენს თანამედროვე ტერმინოლოგიაში თანამედროვე გაგებით ეს არის ან ველური ასე თქვა სცენარი რომლის ფესვებით იჭმებოდა ან კიდე სხვაგვარად სხვა განმარტებელი ამოსვლას იყო ჩვეულებრივი კალია რომელიც რაღაცა სახეობა კალიისა რომელიც საჭმელად ვარგისი იყო მაგრამ ყველაფერს თავი დავანებოთ ყველანაირი მიწიერ სიკეთეს მოკლებული არის იოანე ნათლისმცემელი აი უდაბნოში ამ ასკეტური სული დიზდება და ნახეთ ახლა საოცრება რა იწყება არის ეს მას ხმა, იმიტომ თვითონ ამოწყებს ამას რომ მე ღვთის ხმას დაუჯერე და ეს ღვთის ხმა შემდგომში მისი ბაგიდან როგორ გაჟღერდა რომ ვინცო მე ამ სახურებაზე დამადგინაო მანვე მითხრაო მე რომ ვიზეც ნახავ სულიწმინდას წრედის სახით დადგენილს ის არის მოვალი მესია თვითონ ამოწევს რომ ეს უბრალოდ თავისი სულით კი არ გავიდა საქადაგებლად და წინასწარმეტყველის ფენომენი სწორედ ეს არის რომ წინასწარმეტყველი არის ღვთისნების განცხადებელი და წინასწარმეტყველის საკუთარი თავით არაფერს არ აკეთებს, იმიტომ რომ ყოველთვის მინდობილი არის ზეცისგან უწყებას და ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ აი ეს ღვთისაგან დაკისრებული ვალდებულება მოვალეობა რაღაცნაირად აიცილოს თავის
თავისი თავდაბლობიდან გამომდინარე, მაგალითად, ისე წინასწარმეტყველი ცხოვრებაში არის, როდესაც ის ეხოწება ღვაწლს, რომ უფალო არა ვარ მე ღირსი ამ მსახურებისა, ეზეკიელი ეხოწება, რომ უფალო მე ჩემი ბაგით არ შემიძლია რომ ამ ხალხს რაღაცა უქადაგო, მაგრამ ღმერთი რო დაადგეს ადამიანს მსახურებისათვის და ღმერთი ხედავს მასში ამ ადამიანში ან წინასწარმეტყველში თქვა საშუალებას, რომ მისი ბაგი შეიძლება სიკეთე გაკეთდეს, ღმერთი აკურთხებს ასეთ ადამიანს. მით უმეტეს თუ ეს ადამიანი თავდაბალი არის. და იონ ნათლისმცემლის როდ ესეთი არის, საკუთარი თავით არაფერს არ აკეთებს. და ეხლა იწყება საოცარი რამ. იწყებს ქადაგებას. იონ ესე იგი 30 წლის როგორც გახდება, იმიტომ რომ ებრაული ჟურის თანახმად თუ 30 წლამდე არ იქნებოდა ადამიანი მიღწეული, მას არ შეეძლო რომ ის გამოსულიყო საქადაგებლად. და იწყებს ქადაგებას და ხვდებია ყველანი რომ ვიღაცა განსაკუთრებული არის იონ ნათლისმცემელი. იმ დონეზე ანთებულები არიან იონ ნათლისმცემლის პიროვნებით, რომ ფიქრობენ ეს ხომ არ არის ის მომავალი მესია, რომელსაც ჩვენ ველოდები და ნათლისმცემელი ხაზს უსვამს. არა, მე არა ვარ ის. მე თქვენ წყლით ნათლისმცემთ, მაგრამ მოდის შემზე უძლიერესი, რომლის მე ფეხასმის თასმის გახსნის ღირსიც კი არა ვარ და თქვენ ნათლისმცემთ წყლით, მაგრამ ის თქვენ მოგნათოთ სული წმინდითა და ცეცხლით. და ეხლა ყველაზე საინტერესო რა არის? როდესაც აი ნათლისმცემლის აი ქადაგებას უსმენ, რომ მარკოს მახარებელს აქ ჩაწერილი თქვა, რომ მან დაიწყო ქადაგება, რომ გაამგზადეთ უფლის გზები, მაგრამ ლუკა მახარებელს უფრო ვრცლად აქვს ამ ქადაგების შინაარსი, რომ მასთან გადის სხვადასხვა კატეგორიის ხალხი. გადიან მასთან ასე თქვა სასულიერო პირები. მაშინდელი სასულიერო პირები. ესენი არიან ფარისეულები და სადუკეულები. ეხლა თანამედროვე ედაზე რომ გადმოვუწევთ, ეხლა ვინ არიან ფარისეულები და სადუკეულები? ეს არის თქვა სასულიერო დასი, ერთი თქვა მეტად კონსერვატორი და მეორე მეტად ლიბერალი. როგორც თქვა სამწუხარო დღესაც არის ხოლმე, არიან ძალიან კონსერვატორები და არიან ძალიან ლიბერალებიც. ანუ სად არის ქრისტეს და საშუალო გზა არის, ხო? ზომიერები. და ესე იგი რომ მიდიან საოცარ რაღაცა ხდება წესით, ეხლა ადამიანი რომელიც თავის ცხოვრებაში დაფასებულია, ახლა როგორია რომ ყველა პატივს გცემს, მიღებული ხარ საზოგადოებაში და აროს ნათლისმცემელი მათ ამხელს საოცარი სიტყვებით გველების ნაშიერებო. როგორ გონიათ თქვენ გადაურჩებით მომავალი სხვას რომ და თქვენ თავი მოგაქვთ რომ აბრაამის შვილები ხართ, ღმერთს შეუძლია რომ ამ ქვებისგან აბრაამის ნაშიერები, ანუ აბრაამის თავმოყრობა გაამრავლოს. და სხვათა შორის მე ამ სიტუაციაში არის, ამ კონტექსტში არის ეთახმება შემდგომში მაცხოვრის აი სიტყვა, გახსოვთ თქვენ, როდესაც მაცხოვრი შედის იერუსალიმში და ეუბნებიან რომ ყოლმები რო იწყებენ ღაღადებას როსანა ძესა დავითისა და ეუბნებიან რომ გააჩუმე რას აძახებინებ ამ ბავშვებს და მაცხოვრი ეუბნებიან რომ ესენი რო დადუნდე ქვები დაიწყებენ ღაღადებას. ანუ ქვები ამ შემთხვევაში ის ადამიანები ვინც გული გაქვავებული ქონდა, თქვა, თავი ეს ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ ქვებიდან შემდგომში ღვთისმარით კვლავ გულებად გადაიქცა. ვინ არის ეს? ეს არის წარმართის საზოგადოება. იმ პერიოდის წარმართის საზოგადოება, რომელმაც ქრისტე მიიღო. ამ შემთხვევაში ამ წარმართულ ხალხს ვეკუთვნით ჩვენც, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა აბრაამის ფიზიკურად ნაშობები არა ვართ, გენეტიკურად, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით ჩვენ აბრაამის შვილებადაც ვიწოდებით, მორწმუნე ადამიანები. და აი ვინგი ამ ხალხს მიმართავს და ეუბნება ნათლისმცემელი რომ ნუ გაქვთ მარტო გარეგნულზე გამახულებული ყურადღება, იმიტომ რომ ადამიანის მთელი ყურადღება უნდა გადატანილი იყოს მის შინაგან კაცზე. თუ გარეგნული არის მარტო მოწესრიგებული და შინაგანი ყარს, მაშინ რაღა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას და სხვადასხვა ამ მდგომარეობაში და ამ სენში მაცხოვარიც ამხელს იმ დროიდან საზოგადოებას, ხო? თქვენ გარეგნულს განსწმეთ, მაგრამ თუ შინაგანად მატლებით და არაწმინდებით ახარ სავსე. ამას შემდგომში კიდე შევეხებით თუ საშუალება მოგეცემა. მეორე გადიან მასთან მებაჟეები და ითხოვენ აღიარებენ საკუთარ ცოდვებს, შადიან წყალში სიმბოლურად განიბანებიან და არ თხოვს არც ერთ მასთან გადიან სამხედრო წყობრის ადამიანები, გადიან უბრალო ადამიანებიც და ყველა მათგანს ნათლისმცემელი ეუბნება რომ სინანულის ღირსი ნაყოფი უნდა გამოიღოთ. იმიტომ რომ მარტო ვაი ვიში და თქვა წუხარებდე რომ ვაი მე ესა ჩავიდინე, ვაი მე როგორი ცუდი ვარ, ეს არ არის საკმარისი თქვა, იმიტომ რომ სულიერ ცხოვრებას როცა ადამიანი შეუდგება და თქვა ის პირველ იწყებს თავის ზნეობრივ გამოსწორებას, შეუძლებელი რომ ადამიანი ერთ ადგილზე გაჩერდეს და დაიწყოს მარტო წუხარება რომ ვაი რა ცუდი ვარ და არაფრის მაგთის წუხარება. და რა არის ეს ნაყოფი? ამასაც ეუბნება ხო, ნაყოფი არის გამოსწორება. ნაყოფი არის საქმე. იმიტომ რომ
არ არის მარტო სარწმუნოებას ამირა გულში მღეროდა, საქმეც უნდა აჩვენოს ადამიანს საქმის გარშემო მკვდარია, ხო? და ამ შემთხვევაში რას ეუბნება რომ თუ გაქვთ ორი შესამოსელი, მიეცით ერთი, თუ გაქვთ აგივე საკვების ესე მომეტებულად გაეცით მოწყალება, ამ მებაჟებს ეუბნება რომ ადამიანებს ნუ დაადებთ ზედმეტ ხარკს რომლებიც ისედაც გაწამებულები არის, რაც სავალდებულოა ის გადაახდებინეთ. არ ეუბნება რომ სამსახური მიატოვოთ. აი ადამიანი ხშირად დღევანდელ დღეს როდესაც ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს გონია რომ ეკლესია მას ყველაფერს აუკრძალავს. რა თქმა უნდა თუ რაღაცას მისი საქმიანობა უზნეობასთან არის დაკავშირებული, ეკლესია ყოველთვის კატეგორიული არის. იქ რო თქვა არ შეიძლება თქვა ადამიანი თქვა რაღაცა ერთის ხელი თქვა ცილოდეს რომ თავში ღვთის ტაძარი ააშენოს და მეორე ხელი თქვა რაღაცა და ამ ტაძარს ანგრევდეს. თავისი არასწორი საქმიანობით. არც ერთ შემთხვევაში ეკლესია არ თხოვს ადამიანს, რომ თქვა რაღაცა საქმიანობა მიატოვოს, თუ ეს საქმიანობა როგორც კიდე ზნეობრივ ჩარჩოებში ჯდება. მაგრამ არა მარტო არ თხოვს მიატოვოს, პირიქით ეუბნება თუ შენ პატიოსანი იქნები ამ მსახურებაში, შენი ამ მსახურებითაც ღვთისმსახური ხარ. იმიტომ რომ ვიცით ხო ჩვენ ვილე ჭავჭავაძის საოცარი სიტყვები რომ მარტო ის კი არ არის ღვთისმსახური ვის დგას და ღმერთს ადიდებს თქვა ფიზიკურად აი ამ შესამოსლის თქვა მღვდელი იქნება თუ დიაკონი ან ეპისკოპოსი არა ყველა თქვა ექიმი იქნება პოლიციელი იქნება მასწავლებელი იქნება რომელიც თავის თქვენ რომელიც თქვენს საქმეს პატიოსნად დიახ და პატიოსნად და ღირსეულად აღაზრდებს ყველა მსახურება არის ღვთისმსახურება და ეხლა საინტერესო და ბევრმა მათგანმა მიიღო ნათლისმცემლის გადაგება, მაგრამ წერია რომ აი ფარისევლებმა და ჟულის მოძღვრებმა ეს გადაგება არ მიიღეს და შემდგომში სხვათა შორის გახსოვთ თქვენ ერთი საოცარი სიტყვა არის რომ როდესაც მაცხოვარს ეკითხებიან რომ ვისი ძალით იწყებ, ვისი ძალით მოქმედებ შენ, გითხარი. მაცხოვარი საოცარ კითხვას უსვამს, რომ მაშინ თქვენს მითხარით, მე ერთ კითხვას დაგვისვენ და თუ ამ კითხვაზე პასუხს გავცეთ, მე მეც გიპასუხებ, ვისი ძალით მოქმედებ. ნათლისმცემლის ქადაგება, ან ნათლისღება, იოან ნათლისმცემლის ქადაგება ზეციდან იყო თუ კაცთაგან და ნახე რა საოცარი სიტყვის როგორი ორპირობა არის და ორგულობა, რომ ეხლა თუ ჩვენ ამათან ვეტყვით პასუხად, რომ ზეციდან იყო, მაშინ გვეტყვის, რომ რატომ არ მიიღეთ მაშინ მისი ქადაგება. იმიტომ რომ თუ ადამიანები ამ ქადაგებას მიიღებენ, მაშინ ქრისტეს უნდა მიიღოთ. იმიტომ რომ ნათლისმცემელი პირდაპირ ამოწმოს, აი ეს ტარიგი არის ღვთისა. სხვათა შორის ეს უწყება რომ მოისმინეს იოანე ღვთისმეტყველმა და ანდრია მოციქულმა, ანდრია პირველწოდებულმა, მერე გაყვნენ მაცხოვარს, იმიტომ რომ ესეც იოანე ღვთისმეტყველს ეს ფაქტი აღწერილი აქვს თავის საოცარ სახარებაში, როგორ მოხდა მათი დამოწაფება იესოსადმი, რომ იოანე ღვთისმეტყველი აგზავნის მასთან და ეუბნება რომ აბა ის არის ვინც უნდა მოვიდეს შენ ხარ ვინც ვისაც ველოდები თუ სხვა უნდა მოვიდეს ამ დროს იოანე ღვთისმეტყველმა თავად ის უწყებული აქვს ეცედა მაგრამ ამ მოწაფეებში რომ დაამოწმოს და მოწაფემა გაიგონ ვინ არის მაცხოვარი საგანგებოდაც აგზავნის და თუ ვიტყვითო რომ კაცთაგან იყო ეს ფარისევლები და ჟულის მოწინეები ამბობენ თუ ვიტყვითო კაცთაგან იყო მაშინ გვეშინია რომ ეს ხალხი ამ ხალხმა ყველამ როგორც წინასწარმეტყველი ისე მიიღო იოანე ამიტომ ეს ორპირობა რომ ამ ფაქტში ძალიან კარგად ჩანს, მაგრამ ერთი საოცარი ფაქტი მიყვარს იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებას რო ვკითხულობ, ეს არის ესე იგი იოანე ღვთისმეტყველის სახარებაში აღწერილი ეს საოცარი პატარა დიალოგი, როდესაც ნათლისმცემლის მოწაფეები მიდიან მასთან და ეუბნებიან რომ აი მოძღვარო ვიზეთ შენ დაამოწმეო იმასო უფრო მეტი ხალხი ყავს უკვე ვიდრე შენ აკყავსო და როგორ საოცარ რაღაცას ამბობს ამიტომ ადამიანმა იცის თავისი ადგილი და სად არის მისი მოღვაწეობის სადამდეა მისი მოღვაწეობის არეალი და ნახეთ რა ეუბნება მე ვარო მეგობარი სიძისა და ის კიდე სიძი არისო და მეგობარს უხარ, როდესაც სიძის ქორწილში არის. ანუ იწყებს ნელა თავის ნელა განზე გაწევას, რომ ის რაც მისი მისია იყო, ის აღასრულა, რომ ხალხს დაანახა, რომ ვინ არის ამ ქვეყანად მომავალი მესია, ვინც ადამიანები უნდა მონათლოს სული წმინდითა და ცეცხლით. ეხლა ის საოცარი რაღაც არის, რომ ადამიანი როგორც შენ გუშინ მაცხოვრის ეს ნათლისღების ფაქტი დღესასწაული აღვნიშნეთ, იტყოდან ალბათ და ეს ფაქტი უნდა გავიმეოროთ, რომ მაცხოვარს არ ჭირდებოდა ხო იმ წყალში ჩასვლა, მაგრამ წყლის ბუნება შეცვალა ღმერთმა, რომ თუ კი წყალს უბრალოდ განწმენდის და განბანის საშუალება აქვს, ნათლისღების შემდეგ ამ წყალს მიეცა საშუალება, რომ ჩვენ როდესაც წყალში
წყალში შთავეფლებით და ბაპტიზო ნიშნავს აი შთაფლოს ნიშნავს. როდესაც ადამიანი წყალში შთაეფლება აი ამ არა სიმბოლურად უკვე, არამედ რეალურად ადამიანის შინაგანი განახლება ხდება და საოცრება ეს არის, რომ ადამიანის ნათლისღების შემდეგ, როდესაც ჩვენც ვინათლებით, ნათლისღების ღების შემდეგ ჩვენში სულიწმის მადლით ჩაისახება ის სიწმის მარცვები, რომელიც მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანს აღორძინოს. ანუ ფაქტი ის, რომ მე მოვინათლე და დავთარდე საკმარისი არა. მე ნათლისღების დროს მიღებული სიკეთები და გავამრავლო. ეხლა იოანე ნათლისმცემლის პიროვნება რომ ერთი სიტყვით შევაფასოთ, აი სიტყვით ვინ არის იოანე ნათლისმცემელი? ეს არის სინდისი. აი ხა ჩვენ ცხოვრებაში რო გადმოვიდეთ. აი ხილებასთან დაკავშირებით, მამაირაკი ცოტა დრო გრჩება და ის ეპიზოდიც რომ გავიხსენოთ, რომელიც უკავშირდება მის ცხოვრებას და რომლის გამოც თავი მოგკვეთეს და მეფის ხილება და რომის მეფეს სამხელს, მაგრამ მე მინდა რომ ეს ხალხისათვის ვინც ეხლა დღეს გვიყვაროს, აი იოანე ნათლისმცემლის პიროვნება კიდე სხვაგვარად დავანახოთ, ჩვენთან დაკავშირებული როგორ არის. იოანე ნათლისმცემელი არის ხმა ღაღადებელისა. ანუ ღმერთის ხმა არის ფაქტიურად. ეხლა ჩვენ პიროვნებაში ეს ხმა არის სინდისი. და უდავნოში ქადაგებს და უდავნო ამ შემთხვევაში არის ხშირად ჩვენი გული, იმიტომ რომ უდავნო არ არის მარტო სიცარიელი, უდავნო არის გარეული ხეცები და აი ეს ვინც წოლას აწწოლებს ადამიანებს, ხო? ამ შემთხვევაში ეს ჩვენ გულში არსებული ბინძური ვნებები არის და აი ეს სინდისი ყოველთვის უნდა იყოს თავის აი მამხილებელი, რომ თუ ადამიანმა თქვა ეს სინდისის ხმა საკუთარ სინდისის ხმას არ მიაქცია ყურადღება, იქ აღმოჩნდება იმ ფარისევლების და იმ წინაპრების მდგომარეობაში, რომლებაც საბოლოო ჯამში ქრისტე არ მიიღეს, მაგრამ იმათმა ვინც ამ სინდისის ხმას უსმენს და ცდილობს თავისი ცხოვრება მეტნაკლებად ღმერთთან ურთიერთობით შეცვალოს, ეს ადამიანები ხდებიან ღვთის მიმღებნი და ესეთები აღმოჩნდება ის უბრალო ადამიანები, რომლებიც საბოლოო ჯამში ქრისტე მიიღეს როგორც განკაცებული ღმერთი. დიახ, და რაც ეხება თქვენ თავშივე აღნიშნეთ, რომ აი ხილებით გამოირჩეოდა, თქვა ფარისევლებს და სადუკევლებს რა უთხრა, ნუ ეს გაიხსენეთ და ასევე ჰეროდესა და ჰეროდიადას ისტორია, რომელიც უკავშირდება წმინდა იოანე ნათლისმცემელს. ესე იგი, ეს არის ეხლა მე იცის რომ თუ მეფე არის უზნეო მდგომარეობაში, მე ერი როგორც ამ მაგალითის არასწორი მაგალითის მიღებული თავადაც უზნეო ხდება. სხვადასხვა ამასთან დაკავშირებით ამ ფაქტთან იოანე ნათლისმცემლის მამხილებელი იყო ჩვენი ევდემოს კათალიკოსი, რომელიც როსტომ ხანს ამხელდა და იცის ყველა ვისაც მეტნაკლებად ჩახედული არის იმის ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში, რა საზღვრებები იყო იმ პერიოდის თქვა სამეფო კარზე გავრცელებული და ამ ხილების გამო როსტომმა ევდემოზის ნარიყალას ციხიდან გადმოაგდებინა, ხო? და იოანე ნათლისმცემელი იწევს აი ამ ხილებას, რომ შეცვალეს, არ შეიძლება რომ საკუთარი ძმის ცოლი ცოლად ყავდეს, კი არსებობს იმ საზოგადოებაში წესი, რომ თქვა თუ ადამიანს თქვა უშვილო ძმა გარდაიცვლებოდა, მეორე ძმას მოყვა ცოლო და ძმას აღუდგე და მოდგმას, მაგრამ შენი ძმა საკუთარი ძმა ცოცხალი იყო და მას წაართმე შენ ფილიპეს ცოლი წაართმე, ეს უზნეობა არის. და ნათლისმცემელი იწევს ამ ხილებას, როგორც საოცრება ეს არის ჰეროდეს მისი ამ ნათლისმცემლის პატივისცემა ჰქონდა. იმიტომ წერია რომ ეშინოდა მისი მასა მიდიოდა უსმენდა, მაგრამ ესე იგი საბოლოო ჯამში ამ ცოლისგან და მისი არასწორი თქვა პირობისგან ძლეული და ანუ ამ პარტავნებისგან ძლეული იოანე ნათლისმცემელს თავს კვეთავს, მაგრამ კითხვა ხანახან არის ხოლმე რომ აი მაგალითად მოდიან ადამიანები ჩემთან მოსულან და უთქვამთ რომ აი მამო უნდა ვამხილო ხლა ეს ადამიანი თქვა და მაგრამ ის აქვს ხილების უფლება. აი და მაგია ის ხარ იოანე ნათლისმცემელი, ჯერ შენ საკუთარი თავი განწმინდი იმ დონეზე რომ თქვა ადამიანს არავის არ აქვს საშუალება რომ შენ მიგითითოს რომ აბა შენში რაღაცა ნაკლოვანება აქვს, თუ მე რაღაცა ნაკლოვანებას ვატარებ საკუთარ გულში, როგორ შეიძლება თქვა რომ ეს ხოს მიუდითო რომ თქვა რაღაცა შენ არასწორი ცხოვრებით ხარ დაკავებული, კურნალო საკუთარი თავი განიკურნეო მაცხოვრი ამ სახარებაში და პილპილს მაგას ამ ხილებასთან დაკავშირებით იოანე ნათლისმცემელის ხილება ეს არ იყო ხილება ხილებისათვის, მას უნდოდა რომ როგორც გულშემატკივარ ადამიანს, როგორც ღვთის წინასწარმეტყველს სიტუაცია გამოესწრებინა და არიან ადამიანები ვის პირდაპირ აი ეს ხილება ისე აქვს გულში ჩადებული და ეს აი იმენა და ვნება და ქცეული ხილება რომ თქვა, აი ადამიანმა გამოასწორა თქვა და არა, მე სხვა სიტუაციას მოძებნეს. ეხლა თუ ეს თუ გამოასწორა თქვა რაზეც პრობლემა იყო თქვა, მე სხვა პრობლემას მოძებნეს. აი მიზეზს რო ეწევს ადამიანი და მინდა ამასთან დაკავშირებით ერთი რაღაცა უთხრა ხოლმე ჩვენთან რომ მოდიან ადამიანები სულ ეუბნები რომ სიტყვა რომლითაც ჩვენ სხვა ადამიანს ვამხლეთ ეს გავს აი როგორც ლანცეტი რო უკავია ადამი ქირურგის ხელში და თუ ეს ლანცეტი ხორცის ყასაფს დააჭერინე და დაჩეხავს ადამიანს, მაგრამ თუ ქირურგს უკავია ადამიანის განკურნებელი ნათლისმცემლის მოღვაწეობა იყო სრული ადამიანის განკურნებისა. ძალიან დიდი მადლობა.
ირაკლი, გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს და მადლობას გეტყვით მოგზანებისთვის. წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე საუბრობდა სტუდიაში.